საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ ამავების ბაზარს ტაბულაზე. ჩვენი სტუმარია გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და პოეტი. მოგესალმებით, მადლობა ჩვენთან. საღამოშვიდობის. შენ ხარ ბიბლიოთეკის დირექტორი და ხარ ბევრ წიგნში მოქცეული და კიდევ კომპიუტერებში. უფრო ნაკლებ კომპიუტერში. სამწუხაროდ. ამათ მიღმა წიგნების და კომპიუტერის მიღმა ლიტერატურის მანიფესტირების რა საშუალებები გეგულება კიდევ. აი თქვათ, რომ წარმოვიდგინოთ, რომ შეგიძლია შექმნა ტექნოლოგიები და განავითარო. რა იდეებს შეასხამდი ხორცს? როგორ უნდა მივიტანოთ ლიტერატურა კითხველამდე? როგორ წარმოვადგინოთ ეს? ამასთან დაკავშირებით არსებობს ბევრი პრაქტიკა სოფლიოში, მათ შორის ძველი პრაქტიკები და პირველი პრაქტიკის შესახებ შენ მოგეხსენება, ეს არის რაფსოდული ტიპის ლიტერატურა, როდესაც ადამიანები ზეპირი მეტყველებით აწვდიდნენ ერთმანეთს ლიტერატურას და მე მგონი ეს პრაქტიკა დღესაც რაღაც თვალსაზრისით არის აქტუალური იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აუდიო წიგნები ძალიან აქტუალური და პოპულარულია დღეს სოფლიოში. იგულისხმება აუდიო წიგნების არა ის ნაწილი, როდესაც მაინდა-მაინც რობოტი კითხულობს, არამედ მხატვრული კითხვის და რაღაც გაფორმებებით. სახეობები როცა კითხულობ. კი, იმიტომ რომ როგორც ცნობილია მაყურებლისთვის დღეს მსოფლიოში რაღაც თვალსაზრისით და ის მათ შორის საქართველოშიც დრო შემცირდა იმისთვის, რომ წიგნი ვიკითხოთ და ვიღაცებს უადვილდებათ უბრალოდ აი ამ ფორმატით ლიტერატურის მოსმენა. მე ვფიქრობ, რომ არსებული საშუალებები არის სრულიად საკმარისი ზოგადად, რომ ადამიანებმა წიგნი იკითხონ თუ მათ უყვართ წიგნი. მე მეტიც იმასაც ვფიქრობ, რომ ადამიანებისთვის წიგნის შეყვარება არის წარმოუდგენელი საქმე, სიყვარული ზოგადად ისეთი ტიპის ფენომენია, რომ მას არ აქვს რაციონალური მიზეზები ადამიანებს ან უყვარდებათ ან არა. წიგნები, საგნები, ადამიანები მათ შორის. აქედან გამომდინარე, მე როგორც ბიბლიოთეკის დირექტორმა, ლექტორმა და ზოგადად ადამიანმა, რომელსაც წიგნი უყვარს, მხოლოდ შემიძლია დავანახო ეს წიგნები სხვა ადამიანებს და აქ არის აუცილებელი მათი ფორმატი. ეს ელექტრონულ ფორმატში იქნება iPad-ში, Kindle-ში, თვითონ ბეჭდური ტიპის პროდუქციაში თუ ასე შემდეგ და შემდეგ რამდენად ურთიერთმიიზიდავენ წიგნი და ადამიანი ერთმანეთს, ეს ძალიან არარაციონალური საქმეა და მე ვფიქრობ, რომ ადამიანების ალბათ ჯამში სადღაც 10%-ის საქმე ისევე როგორც სხვა სპეციფიკური საქმეები. მე არ მგონია, რომ ადამიანებს ყველას გულისხმობ ამ შემთხვევაში მაინდა-მაინც უნდა იზიდავდეთ მხატვრული ლიტერატურა. ეს ცოტა ახირებული ხალხის მარტო მხატვრული ლიტერატურაზე არ ვსლაპარაკობ. სხვა წიგნებს რაც შეეხება ჩვეულებრივ, თქვათ ისეთ სპეციალურ ლიტერატურას, ბუნებრივია ეს გარკვეულწილად უნდა ვაღიაროთ, რომ გარდა ინტერესისა მათ შორის არის იძულების საგანიც, იმიტომ რომ თუ კი შენ რაღაც ხელობას ეუფლები, თავითვე უნდა გულისხმობდეს ამ დაუფლების პროცესი, რომ შენ რაღაც ლიტერატურას ეცნობი, ხო, სხვადასხვა წიგნიდან. აქედან გამომდინარე, ეს გარკვეულწილად არის ერთგვარი ესეთი პოზიტიური იძულება საქმის მიერ, რომ შენ უნდა წაიკითხო სხვადასხვა ტიპის ლიტერატურა, სხვადასხვა ფორმატში. დღეს დავა ამაზეც მიდის რა ფორმატში უნდა ვიკითხოთ და არის თუ არა წიგნი, თქვათ ის რაც არის მოცემული ელექტრონულ ფორმატში. ცხადი არის წიგნი არ გულისხმობს ჭურჭელს და ფორმას, სადაც ის არის მოთავსებული, მაგაზრით, ისევ რო დავუბრუნდით რაფსოდული ლიტერატურას, ჰომეროსის არც ილიადა და არც ოდისეა წიგნი არ ყოფილა, იმიტომ რომ ის ბეჭდური პროდუქციით თავიდან არ ყოფილა ხო მოწოდებული. ასე რომ აქ დავის წარმოება ცოტა პრიმიტიულია და მე ვფიქრობ, რომ ამ საყმაწვილო სენსს ჩვენ მალე მოვიხსნით. ფორმატი მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანი არის შიგთავსი. რა წერია შიგ. შენამობ რომ სულაც არის აუცილებელი ბევრი ადამიანი კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას და სადაც 10% კითხულობს, ვარაუდობ თუ 10% უნდა. არა, ალბათ მეტი კითხულობს, უბრალოდ სიამოვნებას იღებს 10%. დანარჩენი ან ინერციის გამო კითხულობს და აქ ინერციის სხვადასხვა ფორმები არსებობს, ოჯახის ეს ტიპ ჭყალებში რო ვთქვათ, შეთავაზება, სკოლა. განათლების კანონში გულისხმობ არა იმას, რაც პარლამენტმა მიიღო, არამედ კანონი აღზრდის პაიდეიას ნაწილი ქართულის მოჟეთხოვში 30 წლის წინ უფრო ადრეც იყო ის, რომ ბავშვი უნდა კითხულობდეს და საერთოდ ადამიანი უნდა კითხულობდეს. არა, ადამიანი უნდა კითხულობდეს, მაგრამ ადამიანს ეყვარება თუ არა ეს პროცესი, ეს არის ირაციონალური ამბავი. კარგი, რახან სიყვარულს და ირაციონალიზმს შეეხო. სიტყვა მინდა დავიტავანებოთ ერთ წუთით წიგნებსაც, პოეზიასაც და ბიბლიოთეკასაც და ფეხბურთზე მინდა გკითხო. ხა ვინც გიცნობს, იცის რომ ხარ ესეთი თანმიმდევრული
გულშემატკივარება აღსნარი სიტყვა არა და ფანიკი და უარესი. კომაგი ხო? კომაგი და ხარდამჭერი ერთ-ერთი ინგლისური კლუბის. აი ამ ვნებას ძნელი დრო უჭირს. აი ამ ვნებას ესეც ირაციონალურია. აბსოლუტურად ირაციონალურია, იმიტომ რომ მე რაღაც სამხო დაბადა. არ მესმის, თქვათ, თუ კი რაღაც საფეხბურთო ზოგადი და ობიექტური ლოგიკა არსებობს, რატომ არ უნდა გულშემატკივრობდეს ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი, თქვათ 1970-იანი წლების ბრაზილიის ნაკრებს, რომელიც აჩვენებდა ალბათ საუკეთესო ფეხბურთს ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში. არა, მე გულისხმობ ამ იდეალს და არა მათ. ანუ რატომ არ ირჩევს მაგალითად ყველა აი ამ ტიპის საფეხბურთო მოცემულობას? კი არსებობს რაღაც ტენდენცია, რომ თუ კი ვთქვათ სოფლიოს წამყვანი ფეხბურთელები თამაშობენ, ოდესღაც ეს იყო ინტერში, შემდეგ რეალში, შემდეგ ბარსელონაში, უმეტესი ადამიანი მაინც მიდრეკილია მათგამი, მაგრამ ხო არსებობენ თქვათ იუვენტუსის ფანები, ლაციოს გულშემატკივრები, არსენალის გულშემატკივრები, ბაიერნის გულშემატკივრები. მე ახლა ახალი ბაიერნი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ გვახსოვს ბაიერნი, რომელიც აი კატენაჩიოს ტიპის ფეხბურთს თამაშობდა და სრულად არ იყო თქვათ მომხიბვლელი, იგივე ჰიცბელდის ბავარია, რომელიც 1-0-ით გადიოდა ან თუნდაც ის იუვენტუსი ან ინტერი, რომელიც თქვათ და მილანი, რომელიც მაშინ მოხვდნენ ნახევარფინალებში, ხო, მაგრამ მათ ყავდათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი. ხო, იმიტომ ხომ არა რომ თქვათ მათ ჰქონდათ რაღაც სახის ინვესტიცია ან აქციები, არა. ეს იყო აბსოლუტურად ირაციონალური. ადგენენ და აირჩიეს. მობეზრებაც ირაციონალურია შესაბამისად. ის რაც გიყვარდა იმის მობეზრება. მე იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც რომელიმე ფეხბურთის გუნდს გულშემატკივრობდეს და მე თავი დაენებებინოს და სხვაზე ან რადიკალურად სხვაზე გადასულიყოს. მე ასეთი ადამიანი არ მახსენდება, ალბათ არსებობს უამრავი. მე ვარ ეგეთი. ხო? ინტერესოა. უამრავნაირი ადამიანი არსებობს და ვერაფერს გამორიცხავ, მაგრამ ნუ კარგი. შენ ხარ მაგ გვარიანად მსხვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. დღეს შენი ამბიციები უფრო მენეჯერულია თუ უფრო ლიტერატურული? ჩემი ამბიციები ამ ორგანიზაციაში არის მენეჯერული, სხვა მიმართულებით არის ლიტერატურული. მე და რა შეავლენ ამათ? საბედნიეროდ შემიძლია მცირე მეტამორფოზები და იმ ველში, სადაც მე ვარ პოეტი, ვიყო პოეტი, იმ ველში, სადაც მე ვარ მენეჯერი, ვარ მენეჯერი და კიდევ არსებობს რამდენიმე სხვა. და რა ამბიციებია ეს? როგორც როგორც რა? მინდორველი, როგორც ეს ინტერპრეტაცია შეგვიძლია გავაკეთოთ, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ თამაში. სხვადასხვა და მეტნაკლები წარმატებით ბუნებრივია. რაც შეეხება ანუ ეროვნული ბიბლიოთეკის მენეჯერობას, ეს სრულიად სპეციფიკური საქმეა. და დიდად არ განსხვავდება სხვა ორგანიზაციების მენეჯმენტისგან, თუ არ ჩავთვლით რაღაც ნიუანსურ გამოვლენებებს, რომელიც მხოლოდ წიგნს ეხება, ან თქვა წიგნთან დაკავშირებულ საკითხებს. სხვა მხრივ ეს არის დიდი ორგანიზაცია, 500-მდე ადამიანით, თავისი ლოკალური და გლობალური გეგმებით და შემდეგ ბუნებრივია ამ გეგმებთან დაკავშირებული მცირე ტაქტიკებით, ზოგადი სტრატეგიებით და ის ფუნქციონირებს ისე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს ტიპური ჩვეულებრივი სახელმწიფო უწყება. არ არის თქვათ ესეთი რადიკალური გამასხვავებელი ნიშნები. გარდა იმ ნიუანსებისა, რაზეც მე თქვენ გითხარით და რაზეც საუბარის ბუნებრივია, ხა ძალიან შორს აგვიყვანს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს რაღაც ნიუანსები წიგნის რესტავრაციასთან დაკავშირებით, ან თქვათ რაღაცა შენახვის წესთან და ასე შემდეგ და ასე. კარგი. პოეზიას რატო ყავს პროზაზე ნაკლები მკითხველი? ეს ბუნებრივი ამბავია, იმიტომ რომ რაღაც თვალსაზრისით აქაც ჩვენ არა აღმატებული გაგებით, მაგრამ მაინც გვაქვს რაღაცა ელიტარულ წრეებთან საქმე, უფრო სუსტი ტერმინი იქნება თუ რაღაცა ესეთ ვიწრო წრეებთან საქმე, რომელსაც პოეზია ესმით. ძალიან რთულია ზოგადად დღეს აი ამ ყბადაღებულ პოსტმოდერნის ეპოქაში მე არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის ხმარება, იმიტომ რომ ყველა ბრუნვაში იყენებს და ზუსტად არ ციციან რას გულისხმობს, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ ზოგადი აზრით, ვთქვათ, ჩვენ გავარჩიოთ რა არის კარგი პოეზია და ცუდი პოეზია. მე ვერ ვიტყოდი რომ მათი მომხმარებელი ცოტაა, იმიტომ რომ მათი მყიდველი იყოს შეიძლება ცოტა, იმიტომ რომ თუ თქვენ თვალს გადაავლებს, ვთქვათ, Facebook-ს ან YouTube-ს იქ ნახავთ უამრავ საინტერესო ან ბრწყალებში საინტერესო ავტორს, რომელსაც უამრავი ნახვა აქვს 100,000-ობით თქვათ რაღაცა სიყვარულზე დაწერილი პრიმიტიული დიმპიტაური, რომელიც შეიძლება ვთქვათ იყოს დიდად პოპულარული და სხვა ჩვენთვის ცნობილ შოუებში მათ იწვევდნენ და ესაუბრებოდნენ როგორც პოეზიის მეტრებს. ეს ჩვეულებრივი ამბავია მეთქი პოსტმოდერნიზმის, მაგრამ რაც შეეხება ნამდვილ და კარგ პოეზიას, მაგალითად
ბესიკ ხარანაულს ან სიტყვაზე ახალი თაობიდან სვიად რატიანს, მათ ბუნებრივია ვერ ეყოლებათ ბევრი მკითხველის, იმიტომ რომ ეს არის სპეციფიკური საქმე. არც თლად ისეთი, როგორც თქვა ჯოისის ულისეს კითხვა არის ან სხვა ესეთი წიგნების, მაგრამ ბუნებრივი რატო? ბუნებრივია, იმიტომ რომ ადამიანების დიდ ნაწილს არა აქვს სურვილი, რომ მსგავს სირთულეებს ეახლოს იმისთვის, რომ თქვათ მან მიიღოს ესთეტიკური სიამოვნება. ეს ჯერ ერთი არის რაღაც თვალსაზრისით თანდაყოლ უნარებზე და მიდრეკილებებზე, რამდენად გიყვარს ან არ გიყვარს პოეზია და მეორე მხრივ რაღაც განსწავლულობასაც გულისხმობს ამ მიმართულებით და მაშინ როცა არსებობს რაღაცა მარტივი ორსტრიქონიანი ლექსი, რომელიც შენ თქვათ აი ამ ესთეტიკურ სიამოვნებას განიჭებს და სუბლიმაციას ან კიდევ უფრო უკარო წავიდე კათარზის გაგაცდებინებს, რატომაც არა. შეგიძლია შეურჩიო სახელი იმას, რაც ლექსს აქცევს პოეზიად. ლექსს ჩემი აზრით მე ცოტა ამ შემთხვევაში მიკერძოებული ვარ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ასეთი პოეზია მიყვარს და გულისხმობ ამ შემთხვევაში ბუნებრივია სპარსულ ლიტერატურას და ფრანგ სიმბოლისტებს ჩემი აზრით ლექსს პოეზიად აქცევს არა მაინდა-მაინც ან ფორმა ან იდეა, არამედ ტროპი. ანუ თუ კი ის არის მხატვრული აზროვნებით გამორჩეული ნიმუში, მაგალითად თუ კი ჩვენ ვამბობთ რომ კარიერა შეკრთა შეირხა რაზმი ჰინდოთა ტომის, ეს არის პოეზია. რაც უნდა ეხლა სამკუთხედები გავაკეთოთ ამ ფრაზისგან, თუ ის პროზაულად იქნება მოწოდებული, მიუხედავად იმისა რომ მე არ განვეკუთვნები იმ რეტროგრადებს, რომელიც ამბობს რომ ლიტერატურაში თქვათ ესეთი აბსტრაქციონისტული ცდები ან თქვათ ესეთი კუბისტური ამბები, როგორცაც თქვათ საკმაოდ საინტერესოდ აკეთებს თქვათ თუნდაც ვახტანგ ჯავახაძე, ხო? არის მიუღებელი პირიქით. მე მივესალმები ფორმალისტურ ექსპერიმენტებსაც, მაგრამ მე თვითონ მიყვარს სხვა ტიპის ლიტერატურა და სხვა ტიპის პოეზია. და შესაბამისად ვთვლი, რომ მეტაფორა და მხატვრული აზროვნება არის ის, რამაც შეიძლება ლიტერატურა აქციოს დიდ პოეზიად. ამის იქით ბუნებრივია პოეზიას აქვს გასვლები და ასეთი გასვლები ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ ვაჟა-ფშაველას შემთხვევაში, რომელიც ტროპსაც შესანიშნავად ფლობდა, მაგრამ შეეძლო რომ რაღაც სახის იდეები აბსოლუტურად გენიალური თავისი ეპოქისთვის მოეწოდებინა იმ ფორმით, რასაც პოეზია ქვია. მით უფრო ისეთ სახიფათო ჟანრში, როგორც არის თქვათ ეპიკური ტიპის ნაწარმოები, რომელიც საკმაოდ ვრცელია და რაღაც სხვა სტრუქტურებს მოითხოვს და სხვა თქვათ ისეთი ქვეტექსტები აქვს, როგორც წესი. ანუ შემდეგ ეს შეცვალა ბუნებრივია ლირიკულმა პოემამ და რაღაც თვალსაზრისით სხვა მოცემულობა მივიღეთ, მაგრამ აი ვაჟა სადღაც შუაში იდგა იმ ტრადიციულ ეპიკურ თქვათ ჟანრსა და ამ ლირიკულ პოემას შორის და მან ფანტასტიკურად მოახერხა, რომ გამძვრალიყო და ლექსადაც დაეტოვებინა, როგორც ტიპური მხატვრული თქვათ შესანიშნავი ნიმუში და ამავდროულად ჩვენთვის მოეყოლა სამწუხაროდ ჯერ კიდევ გაუთვალისწინებელი აბსოლუტურად გენიალური იდეები. შეგიძლია აღადგინო ან გაიხსენო ბავშვობის შთაბეჭდილებები მიღებული პოეტებისგან, როგორი იყო? ბავშვობის შთაბეჭდილებები პოეტებისგან მიღებული იყო უცნაური იმაზრით, რომ მე თქვათ ბავშვობაში ამ თვალსაზრისით მსდიდნენ ნონ-სელექციის პრინციპით, ანუ მიკითხავდნენ ყველაფერს, რაც კი არსებობდა. მუხრან მაჭავარიანსაც, ხუტა ბერულავასაც, სვალშორის უოლტერ სკოტის ლოხინვარ ჭაბუკი იყო პირველი ლექსი, რომელიც ვისწავლე. რატომ რაღაც ეს რაღაცა უკვე მართად იყო წარმართული, თუმცა შესანიშნავი ლექსია თავისთავად, ან სერზე მიდის სამი გრძელი და რაღაც ესეთი ტიპის ლექსები, ანუ ძალიან ფრაგმენტულია მეთქი, მინდა გითხრათ და შესაბამისად ისეთი, რომ რაღაცა ესეთი თეორიულ დასკვნას აქედან ვერ გამოვიტანთ იმ დასკვნას, რომ მე მქონდა დიდი იძულება და ამავდროულად ეთყობა შინაგანი მზაობაც, რომ შემყარებოდა პოეზია და აი ამ რაღაცა ურთიერთკავშირმა გამოიღო ეს შედეგი, ანუ ჩემი სიყვარული არ მომხდარა ესე დანახვით, არამედ გარიგებით შემომთავაზეს პოეზია, მაგრამ შემიყვარდა ეს იშვიათი შემთხვევა იყო და შესაბამისად თქვათ აქედან გამომდინარე მერე გავხდი პოეტი. კარგი, რა ლიტერატურაზე იზრდებოდი, ესე თუ ისე გასაგებია, მაგრამ რა ლიტერატურამ გაგზარდა? როცა დავიწყო უკვე პროზის კითხვა, აქაც საკმაოდ ისეთი უცნაური ნონ-სელექციის მომსწრე გავხდი, იმიტომ რომ პირდაპირ რაღაცა ძალიან დიდი წიგნები დამაჯახეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნების სირთულე იყო, სადღაც ალბათ უკვე ვიყავი 7-8-9 წლის, როცა თქვა ამას. 9 წლის ასაკში დიდ წიგნს მანამდე მიკითხავდნენ. თქვა აი ამ რაღაცა უთავო მხედარს, ძირითადად ჩემ დროს იყო შენარჩუნებული ის ინერცია, რაც ალბათ თქვენს თაობაში იყო და გულისხმობ იმ სათავგადასავლო წიგნებს, რომელიც იკითხებოდა მაინ რიჩი, ულენ სტივენსონს და ასე შემდეგ. ხო, ეს კლასიკა, რომელიც
თქვათ დღეს ნაკლებად იკითხება. ნუ შემდეგ უკვე როცა კითხვა დავიწყე, მოყოლის მაგივრად ამ წიგნებს მაგითხებდნენ საკმაოდ უცნაურ წიგნებსაც, მათ შორის წამიკითხავს ვანო ურჯუმელაშვილის ძალიან ბევრი რომანი, არმენ ლორიას და შემდეგ და შემდეგ. ანუ საერთოდ და ესეთი ქაოტურად კითხულობდი და შთაბეჭდილებებს რაც შეეხება და გაზრდას რაც შეეხება, კი, ცოტა გვიანდელს, წინანდელს უფრო, მაგრამ ნუ ჩემთვის სხვა რაღაცა არ იყო. ნუ გამომძიებელი ქალი შორენაც საკითხული მაქვს და თქვათ მგლის ბილიკიც და შავი ვარდიც და ასე რომ ამ თვალსაზრისითაც არ გახლავართ მაინდა-მაინც ჩამორჩენილი. რაც შეეხება თქვათ წიგნებს, რომელმაც მე გამზარდა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ბუნებრივია ეს დღემდე არის მარკ ტვენის ორი სრულიად გენიალური, ოღონდ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ტექსტი, გულისხმობ ტომ სოიერის ცხოვრებას, იმ თავგადასავალს და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს, წიგნები, რომლებიც პრინციპში უფრო მეორე ალბათ ჰეკლბერი ფინი ჩემთვის დღემდე რჩება სამაგიდო წიგნად და ის პირადად ჩემთვის, მიუხედავად ჩემი ჯოისისადმი ძალიან დიდი პატივისცემისა, უფრო ესეთი მასშტაბური გადააზრება ჰომეროსის ოდისეის ვიდრე ჯოისი. ჩემი აზრით. ეს არის ჩემი აზრით მოგზაურობის სრულიად ახლებული ტიპი, როდესაც კლასიკური მოდელი გულისხმობ ამ შემთხვევაში ჰომეროსის ოდისეას, როდესაც თქვა ადამიანი მიდის და ბრუნდება და ეს ქართულ ზღაპრებშიც არის კარგად წარმოდგენილი, მთელი ამის მიწათავისას მოითხოვს და ამ შემდეგ არის სრულიად დარღვეული. ნუ იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჰერმან მელვილის Moby Dick-ზეც, რომელიც ასევე ძალიან მასშტაბურია, რომელიც მაშინ დავიწყე სხვათა შორის და საერთოდ ვერ მივხვდი რას ვკითხულობდი და შემდეგ ბუნებრივია მივუბრუნდი რამდენჯერმე. ნუ შემიძლია ვთქვა, რომ თავარი წიგნი ჩემ ცხოვრებაში არის ჰეკლბერი ფინის ცხოვრება. შეიძლება ეს ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს ვის დაესესხე, ვის გავლენას განიცდიდა, ვის ბაძავდი? ჩვეულებრივი ამბავია, ბაძავდი ნებისმიერ ავტორს, რომელსაც ვკითხულობდი იმ პერიოდში. ეს არის ადრეული, ვთქვათ, ესეთი პროფესიული სცენი, როდესაც რაღაცას კითხულობ, მაშინ ექცევი მისი გავლენის ქვეშ და ეს გავლენა დღემდე შენარჩუნებულია და ხა მე არ მინდა რაღაცა ბევრი თეორიებით ვისაუბროთ, მაგრამ ძალიან ცნობილია, რომ ადამიანი გარკვეულწილად, მით უმეტეს ის ადამიანი, რომელიც რაღაცას წერს, არის ტექსტების ჯამი მანამდე არსებულის. აქედან გამომდინარე, ვთქვათ, წარმოუდგენელია შენ ამ გავლენებს გაექცე, უბრალოდ შეიძლება აი ამ გავლენებში რაღაც ისეთი მოძებნო, რომელიც, ვთქვათ, გარკვეულწილად თავისებურ მახასიათებელს ატარებს, თორემ შენ რო თქვა, რომ თვისობრივად ახალს ქმნი და ვდებ. ეს არ გამოსვლია თავის დროზე არც ფუტურისტებს და არც სხვა თქვათ ავანგარდული მიმდინარეობის თქვათ წარმომადგენლებს, მათაც ჰქონდათ საკუთარი საყრდენები, ისინიც ეძებდნენ საკუთარ საყრდენებს, ისევე როგორც თქვათ ელიოტი თავისი თქვათ რევოლუციური მოძრაობის დროს ეძებდა უკან ჯონ დონს, ან თუნდაც ქართველი ცისფერყანწელები ამბობდნენ, რომ თქვათ ბესიკია ჩვენი წინაპარი, ყველა სჭირდება რაღაც წინ, რომ თქვათ შექმნას მერე ახალი. ჩემი გავლენებიც ამაზე იყო დაფუძნებული, ანუ მე არ გაურბივარ გავლენებს და სხვათა შორის არის ერთი ისეთი უცნაური პრაქტიკა, რომელსაც ცნობილი ავტორებიც მიმართავენ და ჩემთვის გაუგებარი, რომ როდესაც თქვათ ისინი უკვე ცნობილები ხდებიან, შეგნებულად აღარ კითხულობენ სხვა ავტორების ლექსებს, რომ არ მოექცნენ თქვათ ამ გავლენის ქვეშ. მე ჩემთვის გაუგებარი ამბავია. შეიძლება გაიხსენო ყველაზე მოლოდნელი იმპულსი, თქვა რაიმე ნივთისგან წამოსული, რასაც შენში აღუძრავს ლექსის წერის სურვილი. რა თქმა უნდა, ეს ნივთები დიდწილად არის ის ნივთები, რომელიც არის ჩემთან სოფელში, სურებში განთავსებული, სადაც მე ვიზრდებოდი ზაფხულობით და ზამთარობით. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი, თქვათ, საჭადრაკო, ვთქვათ, ესეთი ფიგურების ერთ-ერთი ფიგურა, მაგალითად, რომელიღაც ეტლი, რომელიც შემორჩენილია, ან ვთქვათ, რომელიღაც ფიცარზე მიწერილი ჩემი ესეთი ზედსახელი, რომელიც დამარქვა სხვა შორის ჩემმა მამიდაშვილმა, რომელთან ერთადაც ვიზრდებოდი, რომელიც ახლა არის მღვდელი. სხვა გზით წავიდა, მე სხვა გზით წავედი. და ეს, როდესაც ეს ნარჩენი ვნახე მაგალითად ერთ-ერთ ფიცარზე, ეს ჩემთვის რაღაცა ესეთი ავტომატური გადმოხვევა იყო დროის დაახლოებით ისეთი იმ მასშტაბის, როგორც ეს პრუსტის დაგარგული დროის ძიებაში ხდება ხოლმე ზუსტად ჩაის სმის დროს, აი სუბიექტური და ობიექტური დროის გათამაშების ეს. ასე რომ ნივთები, რომელიც აი ამ სოფლიან მაგალითად ანკესის ნატეხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მე და სუნი, რა თქმა უნდა, რომელიც
პრინციპში არა მარტო ამ მიმართულებით, ზოგადადაც შენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. სურნელი დავარქვათ კი ბატონო, უფრო ესთეტიკური რო იყოს. შეგიძლია გაიხსენო შენი შემოქმედებიდან ან წყვილი, ან ტრიადა, ან კიდევ უფრო რთული შენადნობი სიტყვებისა, რომელიც მანამდე არ შეხვედრიან ერთმანეთს არასოდეს და რომელიც შენ მიგაჩნია, რომ აქციე, როგორ ვთქვა, ეფექტურ პოეტურ ერთეულად. ასე კონკრეტულ ამბავს ვერ გავიხსენებ, მაგრამ მე ამ თვალსაზრისით ალბათ შედარებით ახალს რასაც ვაკეთებ, თუმცა ეს არ არის ნოვაციური პრაქტიკა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც მიღწევები შეიძლება მქონდეს, ეს არის კლასიკური იდიომების და იდიომური გამოთქმების ბუნებრივი ანდაზების გადმოტრიალება. ეს არის ჩემი ხელობა, იმის გარდა რომ ვცდილობ, რომ რაღაც ახალი მეტაფორებიც მოვძებნო. ძალიან ძნელია ხა საკუთარი, თქვათ, ნაწარმოებებიდან რაღაცები ამორჩევა და ლაპარაკი არა ყალბი თავმდაბლობის გამო, არამედ იმის გამო, რომ უბრალოდ არ გახსენდება მით უმეტეს აი ამ ფორმატში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაცები გამიკეთებია. საერთოდ გჭირდება ვინმე იმისთვის, რომ შენი შეფასება, შენი შემოქმედება კრიტიკულად დაინახო? რატომაც არა. მე თვითონაც საკმაო უნარი მაქვს თვით კრიტიკის, ოღონდ ამას არ ვახმაურებ ხოლმე როგორც ეს. და გარედან შეიძლება თქვა ჩანდეს, რომ პირიქით თქვა რაღაცა საკუთარი თავით ვტკბები ვიღაცებისთვის. მაგრამ რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც რაღაცას მიმითითებენ, ჩემთვის ბუნებრივია, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სამწუხაროდ მე ბუნებით ჯიუტი ადამიანი ვარ და უმეტეს შემთხვევაში როგორც წესი მათ არ ვეთანხმები ხოლმე და ხანდახან გამოვდივარ მტყვანი რაღაც შედეგების გათვალისწინებით, მაგრამ ბუნებრივია არის მომენტები, როდესაც მე გამითვალისწინებია სხვა ადამიანის რჩევა, სხვა საქმეებშიც, ლიტერატურასთან დაკავშირებით და მიმიღია უკეთესი შედეგი. თუ ჩვენ ვართ პროცესზე დამოკიდებული ადამიანები, ეს ბუნებრივია არავის არ უხარია, როდესაც შენს მიერ წარმოებულ პროცესში სხვა ერევა, მაგრამ თუ რაღაც თვალსაზრისით საინტერესოა შედეგი, ალბათ უნდა გავითვალისწინოთ სხვების რჩევაც. ორიგინალში რისი წაკითხვის სურვილი გაქვს ისეთის, რასაც ვერ წაიკითხავ? იაპონური პოეზიის წაკითხვის სურვილი მაქვს ძალიან დიდი და სპარსულისაც. ვერასდროს ვერ წავიკითხავ თუ არა, არ ვიცი, ალბათ უფრო იაპონურს ვერ წავიკითხავ, სპარსულთან შეჭიდება, ალბათ შეიძლება ალბათ. რატო? სპარსულს არა, იაპონურის რატო? ახლა იეროგლიფების დრო ალბათ შენ ცხოვრებაში გასული. რატო ვერ წაიკითხავ კი არა? სურვილი რატო გაქვს? იმიტომ რომ ის პოეზია, რომელიც მე ვიცი თარგმანებიდან, მათ შორის თქვა სხვა ენებზე თარგმანებიდან, ჩემთვის არის ძალიან მომხიბლავი. განსაკუთრებით ბუნებრივია მინიმალისტური პოეზია, რა მიმართულებითაც მე ახლა მუშაობ აქტიურად. ანუ ზოგადადაც ვფიქრობ, რომ ამ პოეზიის არის გარკვეულწილად მომავალი და არაგრძელი ლექსების შეიძლება რაღაც აზრით სამწუხარო, მაგრამ რეალური მიზეზის გამო ადამიანებს მაინც ეზარებათ უკვე ბევრი კითხვა. პოსტების კითხვია არ ეზარებათ. ეს არ არის ცინიკური ნათქვამი, ეს ალბათ რაღაც დროის ნიშანია და ადამიანები ამ დროის აი ამ მონაკვეთში ასე აზროვნებენ, შეიძლება რაღაც შეიცვალოს. შეგიძლია დაასახელო 5 წიგნი, არა მარტო ქართველი ავტორების ცხადია, თანამედროვე ავტორების 5 წიგნი, რომლის წაკითხვასაც შენ კი არ ისურვებდი, რომელიც გინდა რომ წაიკითხოს საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა. და გაიგოს ისე, როგორც მე მინდა რომ გაიგოს. ეგ უკვე შენებაზე იყოს. მე მინდა რომ ვეფხისტყაოსანი წაიკითხონ ადამიანებმა, ვაჟა-ფშაველას ეს ბევრი პოემის მოქცევა შეიძლება, თუ ერთი უნდა იყოს. როგორც გაგიხარდებათ. არა, ეგ მესმის რომ გამოცდაზე არ ვზივარ, მაგრამ რახან რაღაც წესები დავადგინეთ, ამ წესების მიხედვით ვილაპარაკოთ. ალუდა კეთელაური, ალბათ ჩვენ გჭირდება დღეს, თქვათ, ამ ტიპის ცოდნა. მე ისევ, თქვათ, ფოლკნერის აბესალომს წავაკითხებდი. იყოს, თქვათ, რაღაც თვალსაზრისით ცოტა ისეთი სადიზმის ელემენტები და უელბეკსაც წავაკითხებდი. რომელს თუ მთლიანად? არა, იყოს ელემენტარული ნაწილაკები კი ბატონო და დავანებოთ აი ამ მარკ ტვენს და მერლის, იმიტომ რომ აქ სუბიექტური ვარ. მეხუთე წიგნი თუ დაგვრჩა. რატომაც არა, წავაკითხებდი ალბათ სახარებას ოღონდ სხვა თვალით.
აბა როგორით? უფრო დაკვირვებულად და არაზერელი. აი შენ თქვი რომ და გაიგონ ისე როგორც მე მინდა რომ გაიგონ და როგორ გინდა რომ გაიგონ? მე მინდა მე ხვდები რომ არა შენ რო გინდა რომ გაიგონ ეს არ ნიშნავს როგორც შენ გესმის მაგის მე მინდა რომ გაიგონ ისე როგორც ეს არის ალბათ დაწერილი მე გულისხმობ ამ შემთხვევაში სხვა სწორის ძველ აღთქმასაც რომელიც თვისობრივად განსხვავდება სახარებას თავი დავანებოთ და გავაზოგადოთ ბიბლიაზე წაიკითხონ ბიბლია არ არის პრობლემა იმიტომ რომ ნუ სახარება შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ წაკითხული და ვისაუბროთ ბიბლიაზე და რა თქმა უნდა ახალი აღთქმაც რომელიც თვისობრივად განსხვავდება და არის უფრო ქრისტიანული ტექსტი ვიდრე ძველი აღთქმა ხო მოიხსენებათ რომ აქ ზოგადად ღმერთის მიდგომაშიც ადამიანთან და ადამიანების მიდგომაშიც ღმერთთან არის განსხვავება. რაც შეეხება თქვათ წაკითხვის აი ამ რაღაც თვალსაზრისით შედეგს თუ როგორ მინდა წაიკითხონ, მინდა რომ გაიაზრონ უფრო მეტი ინტერპრეტაციით, ვიდრე თქვათ ისინი ამას აკეთებენ, ოღონდ არაცუდი ინტერპრეტაციებით, რასაც სამწუხაროდ დღეს ჩვენ ძალიან ბევრჯერ და ბევრგან ვაწყდებით. მე არ მინდა რომ ბიბლია გახდეს იმ ტიპის ტექსტი, რომელიც მეორე ადამიანის მონაყოლიდან შემოდის ჩვენში და ის ეფუძნება იმ ადამიანების და ან ადამიანის შეიძლება აგრესიულ განწყობას ან კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად ესეთი მერკანტილურ მიზნებს. მე მინდა რომ თვითონ ტექსტს მიეახლონ და შეიძლება ვთქვათ ამ ტექსტის წაკითხვა არავითარი ინსტრუქციები აღარ მოითხოვოს და კითხვის დროს მათ უფრო მეტი გააცნობიერონ ვიდრე თქვათ აი ამ მონაყოლიდან თუნდაც ეს იყოს რომელიღაც სასულიერო პირის ქადაგება აცნობიერებენ. სადი ცხოვრებდი ცოტა ხნით მაინც? ან დიდი ხნით ცხოვრებდი ისლანდიაში, რეიკიავიკში. ნამდვილად, იმიტომ რომ მე ზამთრის ადამიანი ვარ და მით უმეტეს იმ ტიპის ზამთრის, როგორც დგება თქვათ აი ამ ქალაქში თუ ჩვენ საუბრობთ არა და იქ სადაც ყოფილვარ და ცხოვრება ალბათ ცხოვრებაზე ვარს არ ვიტყოდი აი ამ ქვეყნის მოდელის და თქვათ ზოგადად თვითონ აი ამ ქვეყნის გამო ეს არის ამერიკა. კარგი. შეიძლება რომ ლექსების მიხედვით მე არ ვაპარაკო პროზაზე შეგნებულად ლექსების მიხედვით მეტნაკლებად ზუსტად იმსჯელო ავტორის პიროვნებაზე პოეტზე არა ადამიანზე არ მოგვიანელი საქმეა მიუხედავად იმისა რომ ავტორი ვლინდება თავის ნაწარმოებში თუნდაც ის იყო შემსრულებელი მაგალითად ჯაზის ან სხვა მუსიკის მაინც გარკვეულწილად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ მაინც სხვადასხვა თქვათ სფეროზე მდგომი მოვლენები არიან იმ ბრალო მიზეზის გამო რომ ნაწარმოები მაინც კარნავალია გარკვეულწილად სადაც ავტორი რაც არ უნდა გულწრფელი იყოს ეს და სხვა შორის საბჭოთა პერიოდში ეს ერთ-ერთი კარგი ეპითეტი იყო ითვლებოდა რომ აი გულწრფელად დაწერილი ლექსი აქვს და ისე შემდეგ და ისე შემდეგ რაც უნდა გულწრფელი იყოს ავტორი ის მაინც თამაშობს თავის ნაწარმოებში მე აქ არ გულისხმობ თამაშს კარგსა და ცუდს შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ზოგადად თამაშობს აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან გაგვიძნელდება ვთქვათ პარალელი გავავლოთ ვთქვათ მაილს დევისის დაკრულ რომელიმე ჯაზ კომპოზიციასა და თვითონ მაილს დევისის ცხოვრებასთან ან ნინა სიმონეს ნამღერ სიმღერასა და ნინა სიმონეს ცხოვრებასთან, იმიტომ რომ ძალიან დიდ ზღვარს დავინახავ. იქ ბგერებია და აქ სიტყვებია. რაც შეეხება სიტყვებს, მე მგონი რომ აქაც უნდა გაგვიჭირდეს, თქვათ, პირდაპირი კავშირის მოძებნა, მაგალითად, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ძალიან უნდა გაგვიჭირდეს პირდაპირი კავშირის მოძებნა ვეფხისტყაოსნის ავტორსა და ვეფხისტყაოსნის ტექსტს შორის, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულიად სხვა ტიპის ადამიანი იყო, დიდი ალბათობით ის იყო მოხელე და სხვანაირ ცხოვრებას გამოვიყენოთ ეს ჟარგონი აწვებოდა და სხვანაირად წერდა. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ალბათ უფრო ისეთ იმდროინდელი გაგებით ჩინოვნიკურს. და ალბათ საკმაოდ მკაცრსაც იმ აზრით, რომ მაშინდელი ვთქვათ ის ტექსტი მიუხედავად იმისა რომ ვთქვათ თანამედროვე გაგებით ცოტა ბევრი რაღაც არის გადაჭარბებული მაგალითად არ ნიშნავს მაინც რომ ლეკვი ლომისა რომ სწორია ძუ იყოს უნდა ხვადია ეს გენდერულ თანასწორობაზე ცხადი არ არის დაწერილი და ეს ნიშნავს იმას რომ ლომის ლეკვი არის სწორი და არა ვთქვათ კატის
ანუ გლეხის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაინც თქვათ, ბევრი ისეთი ჰუმანური იდეა არის წინაპლანზე წამოსული და მე ეჭვება, რომ თუნდაც იმდროინდელი ქართული სამეფო კარი რამეთ განსხვავებული ყოფილიყო სხვა იმდროინდელ ფეოდალურ სამეფო კარისგან და მათ ჰქონდა ძალიან მკაცრი ცხოვრების პრინციპები, ასე რომ მე მგონია, რომ ძალიან ძნელია აქ თქვათ, მაინდა-მაინც გამოიცნო ავტორსა და ნაწარმოებს შორის ტოლობის ნიშანი. შენ ასწავლი კიდეც. რაც მე ვიცი, მაგალითად თავისუფალ უნივერსიტეტში წაგიყვანია დასაწყისი კურსი დიდი წიგნებისა და სტუდენტებს პირველ კურსელებს ჰამლეტს აკეთებდი და ოდისეას. მოგწონს სწავლება. ცხადია, ეს ჩემთვის ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასიამოვნო საქმე, რომელსაც ვაკეთებ ადამიანებთან ურთიერთობის გამო, იმის გამო, რომ აქ ალბათ ყველაზე უფრო ახლოს რჩები წიგნებთან, განსხვავებით სხვა შორის ბიბლიოთეკისგან, რომელთანაც შეიძლება ვთქვათ უშუალოდ თუ მაინდა-მაინც ხარ წიგნს როგორც საგანს ვიგულისხმებ, ძალიან ხშირი შეხება მაქვს, მაგრამ რაც ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა, ალბათ ყველაზე ნაკლები წიგნი წავიკითხე იმის გამო, რომ იქ სრულიად სხვა ტიპის სამუშაო და ნუ ექნება ილუზია, რომ ბიბლიოთეკაში მუშაობა გულისხმობს მაინდა-მაინც ყველა დღე ბევრი წიგნის კითხვას, ეს ასე არ არის. აი აქ ამ ველში მე ვთქვათ მიხდება უფრო ახლოს მისვლა ლიტერატურასთან და თან მისი დანახვა სხვა ადამიანების თვალით. ესაა მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ ერთია როგორ უყურებ მე ჰამლეტს როგორც პერსონაჟს, ან თქვათ თუნდაც სხვა პერსონაჟებს სხვა წიგნისას და მეორეა როგორ ხედავენ მას ადამიანები და მით უფრო როგორ ხედავენ მას ის ადამიანები, რომლებიც შენს შემდეგ თაობას წარმოადგენენ და ცოტა უფრო სხვანაირად აზროვნებენ. ცოტა კი არა, მე რომ ვაკვირდები ჩემი თაობის თქვათ სტუდენტებს და აი ამ სტუდენტებს ეს არის მე ვიტყოდი 100-ჯერ უფრო თავისუფალი ადამიანები. ამ დროს დიდი სხვაობა არ ერთი 10 წელია. მაგრამ ალბათ 100-ჯერ უფრო თავისუფალი ადამიანების თაობა. არ ვიცი მე ეს რამ გამოიწვია კომპიუტერმა. რაში ავლენან თავისუფლებას? რაში ხედავთ თქვენ მას? ინტერპრეტაციებთან დამოკიდებულ სითამამეში. ანუ მათ არ უჭირთ მაგალითად წარმოიდგინონ ის რომ ჰამლეტის თქვათ მამის აჩრდილი შეიძლება სულაც არ იყოს აჩრდილი და იყოს ეშმაკი ან კიდევ უფრო უარესი და შეიძლება სერიალებთან დაკავშირებული ინტრიგა რომ შეიძლება ვთქვათ ჰამლეტის დედა ყოფილიყო ვთქვათ ჰორაციოს საყვარელი და ეს იყო მათი ერთობლივი ინტრიგა ვიღაცის წინააღმდეგ. ბევრი დეტექტიური მიმართულებით. შემდგომ მე ამას ვერც წარმოვიდგენდი. ჩვენ ასე გვეგონა და ასე ეგ ინტერპრეტაცია კი არ ეგრე ტექსტიდან გასვლა უკვე. ტექსტიდან გასვლა ეს გულისხმობს დიდ სითამამეს. თავისთავად მე არ ვამბობ რომ ეს არის სწორი ლიტერატურული ანალიზი. ამ მიმართულებით მე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ლიტერატურას აქვს თავისი საცდურები, როდესაც შენ ცდები იმას და არის ესეთი კარგი ესეთი სასაცილო ამბავი, როდესაც დაჟინებით ერთი კრიტიკოსი მეორე ავტორს თქვათ აძალებდა რომ მან რო დაწერა რომ არის ლურჯი, მაინდა-მაინც ნიშნავდა იმას რომ მას იმ დღეს ჰქონდა რაღაც დეპრესია და ცაში ანგელოზებს ხედავდა და მთელი ეს რაღაცა ესეთი ლიტერატურის თეორიის მიმართულებით ძიებები რომ ეს ჰერმენევტიკული რაღაც ჩახლართულობები ხო და ის გაბრაზდა და უთხრა რომ არის ლურჯი ამის დედაც ვატირე და ხრუბელი არ არის ხო ანუ ეს ლიტერატურის თეორიის მიხედვით რო ვილაპარაკოთ ასე რომ ლიტერატურას ეს საფრთხეები აქვს მაგრამ მე ამ შემთხვევაში ამ თაობაზე როგორც ლიტერატურის მცოდნე თაობაზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ თაობაზე, რომელიც არის გაცილებით თავისუფალი. ეს თვალში საწემი ამბავია. შენ მოგწონს მათ თავისუფლება, რომელიც ვლინდება, როგორც მე მივხვდი, ხანდახან მაინც განსხვავებებში, თუნდაც არალოგიკურ ინტერპრეტაციებში და გასვლებში. აღმოჩენია სტუდენტი ან მოსწავლე თუ სკოლის მოსწავლეებთან გემუშავია, ვიზედაც სიამოვნებით იტყოდნენ, რომ აი ეს არის ჩემი მოწაფე. ისიც რა ვიცი, შენ თავს დაინახავდი, შენ ჩადებულ ინვესტიციას. დღესაც მაგალითად ლიბრი მაგნის კურსზე არის ძალიან ბევრი სტუდენტი, რომელზეც მე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ახლა ჩემი მოსწავლე რო არის ეს მათი დიდი ტიტული არ არის, მაგრამ ძალიან კარგი და მაგარი სტუდენტები არიან. სხვათა შორის მათ აქვთ წაკითხული გაცილებით ნაკლები წიგნი, ვიდრე ქონდა ჩვენს თაობას. მაგრამ აქვთ უნარი რომ გაცილებით უკეთ გაიგონ ეს წიგნები. მე არ ვიცი რისი ბრალია ეს. მე არ ვიცი რამ გამოიწვია რა ძვრები იყო თქვათ ისეთი რომელმაც თქვათ ეს თაობა სხვანაირად წარმოადგინა ჩვენს წინაშე მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ გაგების და გაანალიზების უნარი ქონდა უფრო შეზღუდული შეიძლება ეს იყოს სკოლის ბრალი შეიძლება ეს იყოს უნივერსიტეტის ბრალი არ ვიცი მაგრამ ცხადია რომ ეს ასე იყო ჩვენ ვკითხავთ უფრო მეტ წიგნს დროც მეტი ქონდა ამისთვის კომპიუტერი არ იყო
სხვა მიზეზებიც იყო. აი ამ თაობა შეიძლება არ კონდეს ამ თაობის წარმომადგენლებს ისეთი წიგნები, რომელზეც თქვა ჩემი თაობის და შეიძლება უფრო თქვენი თაობის წარმომადგენლებს სხვა ჩამოუვარდეს. მაგრამ, როდესაც ისინი ამას კითხულობენ, მათი გააზრების უნარი არის გაცილებით უფრო ზუსტიც ერთი მხრივ, თუ ისინი თქვა ლიტერატურულ ანალიზს აკეთებენ და თუ გადიან გაცილებით უფრო თამამი, ვიდრე ჩვენ ამას აკეთებთ. ეხლა გამახსენდა ერთი ინტერპრეტაცია ქართველი მეათეკლასელი ბიჭის შეკითხვაზე თუ რატომ დაასახლა აკაკიმ გამზრდელში ნაზიბროლა და მისი მეუღლე ზემოთ მთის წვერზე და ლიტერატურა ცოდნავით თვალსაზრისით თუ ბევრი ინტერპრეტაცია არსებობს მოგეხსენებათ 2-3 მაინც და ამ ბიჭმა თქვა როგორც წერია ტექსტში რომ ერთი თვის მოყვანილი ყავდა ეს ცოლი და დაფლობის თუ ქონდა და ამიტომ იყო განმარტოებით ყველასგან ძალიან უცხო იყო ეს რომ გავიგე შესაძლოა ხო ეს ხო თან ეს არავითარი მკრეხელური ამაში არ იყო ნაფერი უბრალოდ ძალიან უჩვეულოა ხო თქვენ მართლა საინტერესო განცდა როცა სხვისი თვალით შეხედავ იმას რასაც წლების მანძილზე უყურებ და აზრად არ მოგივა ის რასაც ეს სხვა გეუბნება სხვა ჩვენს როცა მემზადებოდი თქვენთან შეხვედრისთვის თუ შენთან შეხვედრისთვის გამახსენდა ძალიან ცნობილი დირექტორები ეროვნული ბიბლიოთეკების ხო და ბიბლიოთეკის თემა ლიტერატურაში. და ხა ყველა რაც იცის, მოდი იმას ვიტყვი, ხო, ალფის სახელი ცნობილია, ბორხესი დირექტორი ცნობილია. მოჰამედ ხათამი ასევე იყო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ანუ ირანის პრეზიდენტი. ხოთშორის მანამდე იყო თითქმის მეორე თანამდებობად ითვლება, ანუ მე არ გულისხმობ სასულიერო იერარქიას ამ შემთხვევაში ირანში ბიბლიოთეკის დირექტორობა. ანუ პრეზიდენტობაც კი არა, ხო? არა, პრეზიდენტობა არის უკეთესი და მე, ნუ, ცხადია, მინისტრებს აქვთ მეტი ფუნქციური გავლენები, მაგრამ თქვა თავისი სახელით იქაური ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი არის მეორე კაცი. შენი გზა საით მიდის ეროვნული ბიბლიოთეკიდან? პრეზიდენტობისკენ იმედი მაქვს რომ არა. იმიტომ რომ პოლიტიკა არ არის იმ ველებს შორის, რომელიც მე ჩამოთვალე იმ მეტამორფოზებს შორის, რომელიც მე შემიძლია როგორც ერთ კერძო ადამიანს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მე ამაზე არ მფიქრია და იმედი მაქვს რომ აი ამ გიორგი კეკელიძეს იმედი აქვს რომ ის გიორგი კეკელიძე რომელიც მომავალში იქნება ამაზე არ იფიქრებს. ჩემი გზა მე მგონი რომ არსადაც აღარ მიდის. ეს არ ნიშნავს რომ მე სულ ბიბლიოთეკაში უნდა მუშაობდე, მეტიც მე მაქვს ჩემი გეგმა რომლის შესრულების შემდეგაც ბევრ რაღაცას გულისხმობს ეს გეგმა მე ბუნებრივია წამოვალ აქედან მაგრამ ის ტრიალებს ლიტერატურის და ხელოვნების ირგვლივ ამას გულისხმობდი პირველ ყოვლისა და შესაბამისად თუ როგორი გამოხატულებები ექნება მას თქვა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა დროს ამას მომავალი გვაჩვენებს შენი ბოლო გამოცდილება რომელიც რამდენიმე წელია მეგონი მესამე წელია რაც გრძელდება ხო ბიბლიოთეკა მეორე წელია არა მესამე მაინც მესამე წელი დაიწყო დაიწყო მასვამ ის იმსახურებს რომ ჩამოყალიბებული იქნეს ტექსტად. მე მგონი ჯერ არა, იმიტომ რომ მე ძალიან მესმის პროზაულ ტექსტად, მე მგონი რომ ჯერ კიდევ წინ მელის საინტერესო ამბები, ამას გრძნობ წინასწარ ზურგის ტვინით, იმიტომ რომ რაღაც პერიოდის წინიდან დაახლოებით ერთწლიანი გამოცდილების დროს მე მეგონა რომ ყველაფერი მოხდა, რაც შეიძლება მომხდარიყო ამ მიმართულებით შევხვდი ყველანაირ ადამიანს აი ამ სფეროში, ვინც კი შეიძლება ვთქვათ, გამოჩნდეს სრულად უცნაურებსაც კი მათ შორის შოთა როსთაველის თანამედროვე ადამიანებსაც, რომლებიც ამას მიმტკიცებდნენ და უამრავ საინტერესო ხალხს. ანუ აქ ცოტა უცნაური ხალხი იყრის ხოლმე თავს ხანდახან, შესაბამისად ვთქვათ, აი ამ ვთქვათ ესეთი მზაობის შემდეგ რომ მე უკვე ყველაფერი გამოვცადე, სრულიად უცნაური ამბები მოხდა მთელი მომდევნო წლის განმავლობაში, ესეთიები რომლებიც უკავშირდებოდა ან არ უკავშირდებოდა მაინდა-მაინც ბიბლიოთეკას და დავწმუნდი რომ ჯერ კიდევ ვთქვათ შემიძლია მასალის მოძიება, მე ვფიქრობ მე რამდენად შევძლებ ვთქვათ მხატვრული პროზის წერას ეს არ ვიცი, მაგრამ თუ კი დოკუმენტურ პროზას დავწერთ ძალიან საინტერესო წიგნისთვის, რომელსაც ну, ახლა გულწრფელობის ხარისხს გააჩნია, მაგრამ თუ ის იქნება აბსოლუტურად გულწრფელად დაწერილი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ამბავი იქნება. გიორგი, მადლობა. დიდი მადლობა. ამით ამბავების ბაზარი სრულდება. ჩვენ სტუმარი იყო გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. ნახვამდის მომავალ სამშაბათამდე. ნახვამდის.